რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული? პირველ რიგში ნიშნავს გულახდილობას საკუთარი თავის მიმართ. მივიღოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორიც ვართ და ხან ვართ დაღლილები, ხან ჩვენი თავი არ მოგწონს, ნუ შევედრებით ცხებს, ჩვენ ვართ ორიგინალი და ეს ორიგინალურობა შევიყვაროთ. ამ ორიგინალურობას პატივი ვცეთ. ჩემთვის უკითხიათ, რომ აი გზა პოზიტივისაკენ ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს პოზიტიურად აღიქვამ. დესასი არ არის. გზა პოზიტივისაკენ ნიშნავს, მიუხედავად ნეგატივებისა ჩვენს გარშემო, როგორ ვიპოვო ჩემი გზა, რომ აი ამ ნეგატივმა არ გამიმუქოს ჩემი ცხოვრების ეს ფაზა და ასევე ჩემი ცხოვრების გზა. ვიყოთ გულახდილები. ნიშნავს ასევე ჩვენ მივიღოთ ჩვენი თავი ისე ფიზიკურად ვამბობ, ჩვენი თავი ისე როგორიც ვართ. მე არა ვარ წინააღმდეგი პირადად თუ აუცილებელი არის ქირურგიული თუ სხვა ჩარევების. პირიქით მიმაჩნია, რომ არის მომენტები, როცა ისინი საჭიროა. მაგრამ რომ ვუყურებ ქართულ რეალობას და ეს გერმანიაში ასე არ არის, რასაკვირველია, თვალში მხვდება აქედან ეს ამდენი დაბერილი ტუჩები, ეს მარტო ტუჩები, ყველაფერი. ფაქტიურად მთელი სხეულზე ხდება ოპერაციები, რომლებიც არ შეიძლება რომ უკვალოდ მიდიოდეს ჯანმრთელობისათვის. ეს არის სერიოზული ჩარევა ორგანიზმში. მივიღოთ ჩვენი თავი, ნიშნავს, რომ აი ვიცოდე, რომ არა ვარ სრულყოფილი და ჩემი თავი მაინც მომწონდეს. და ჩვენ სულზე ზრუნველობა. ანუ ჩემს სხეულზე მზრუნველობა და ჩვენი სხეული არის, უნდა იყოს როგორც ტაძარი და მე ასე განვიხილავ, ჩემი სულისათვის არის ჩემი სხეული ტაძარი, ტემპელი და უნდა ჩემს სხეულს კარგად მოვარო, რომ ჩემმა სულმა თავი კარგად იგრძნოს მასში ყოფნით. და სულიერი განვითარებისათვის აუცილებლად გჭირდება ჩვენი სულიერი სიმშვიდე და აი ამ სიმშვიდეზე ზრუნვა, შინაგან კმაყოფილებაზე ზრუნვა არის ასევე ჩვენი საკუთარი თავისადმი სიყვარულის დამადასტურებელი. რას ვაკეთებთ ამისათვის? თითოეული ჩვენთაგანს შეუძლია არქეტიპული სიძლიერიდან გამომდინარე ის გზა მონახოს, რომელიც ჩვენს სულიერ ოქროს შუალედამდე მიგვიყვანს, იმ გაწონასწორებულ მდგომარეობამდე მიგვიყვანს, რომელიც მართალია სტატიკური არ არის და იცვლება, მაგრამ შინაგანი ძლიერი მეს პირობებში, სტაბილური მეს პირობებში ნიშნავს, რომ დავტოვებთ ჩვენ ამ შუალედურ ოქროს შუალედს, მაგრამ ისევ მალე ვუბრუნდებით. შემდეგ რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც საკუთარი თავის სიყვარულისადმი გამომჟღავნების ერთ-ერთი ძლიერი პირობა არის შინაგანი დიალოგი. აი როგორ ვესაუბრებით ჩვენს თავს თუ როცა ჩვენ თავთან მარტოკა ვრჩებით. მე ერთხელ ვიდეოში თქვი მგონი რომ ნანახი მაქვს სადღაც მაცივარზე იყო, ну რაღაც ისეთი კნინობითი მიმართვა, მაცივრის პატრონს ჰქონდა გაკეთებული საკუთარი თავის მიმართ. როცა უკრძალავდა მაცივარში, უკრძალავდა საკუთარ თავს მაცივრის გამოხებას. დიახ, როცა ეს მოთხოვნილება გვაქვს, რომ გვიან საღამოთი ჩვენ რაღაცა მაცივარში რაღაცა ვიპოვოთ და მივიღოთ, რაც ნამდვილად ჩვენს სხეულს არ უხდება, მაშინ უნდა შევეცადოთ აკრძალვის და საკუთარი თავის დამონათების და ღმერთმა დაგვიფაროს ლანცვლის მაგივრად
აი დავიხმარიოთ თუ ან კონტაქტები არის, ან პროფესიული დახმარება, რადგან როცა ჩვენ ჭამა გვანიჭებს ისეთ დიდ სიამოვნებას, რომ ჩვენ როგორც ასე ვთქვათ, იძულებული ვართ, რომ ჩვენი ჯანმრთელობა და ჩვენი შინაგანი განწყობა ამას დაუქვემდებაროთ, აუცილებლად დგას რაღაცა პრობლემა, რაღაცა ბლოკადა, რაღაცა ამბავი ამის უკან და ამისი გაცნობიერებით ჩვენ თავს ძალიან დავეხმარებით. აუცილებელია საკუთარი საზღვრების დაცვა. აუცილებლად გვჭირდება დასაბუთებულად, თავაზიანად, სიყვარულით უარის თქმა. ამ თემასთან დაკავშირებით მახსოვს, რომ ჯგუფი მყავდა, რომელთანაც ძალიან სერიოზულად მუშაობდი, აი უარის თქმაზე. და იცით, ჩვენ დავასკვენით და ეს კარგახანია ის, როცა სანამ მე ჩემს კაბინეტს გავხსნიდი, მანამდე მყავდა პატარა ჯგუფი, რომელთანაც ძალიან ინტენსიურად მუშაობდი. დავასკვენით, რომ როცა გადაწყვეტს ადამიანი, რომ თქვას, რომ აი მე ახლა დავიცავ ჩემს ხრებს და ვეტყვი ყველას თავაზიანად ძალიან ბევრჯერ გავივარჯიშეთ სიტუაციები, როგორ უნდა ვთქვა უარი და ამ დროს აუცილებლად დაგაყენებს სამყარო გამოცდის წინაშე. აბა როგორ გაიმეცადინე, რადგან ის გამოგიგზავნის ისეთ სიტუაციას, სადაც უარის თქმა მართლა გაგიჭირდება. და ეს ასეც არის, ეხლა თუ გათამაშებულ სიტუაციაში, არა, მე ეს არ მაწყობს, ან დიდი მადლობა, არ მინდა, მე აი მსხრების დაცვა არის ძალიან იული. და ეს იქნებოდა ცხოვრებაში წიული, რომ არ იყოს ჩვენი ემოციური ჩართულობა. ადამიანი გთხოვს რაღაცას და მანამდე ის მრავალჯერ დაგეხმარა, გაგიწია ძალიან დიდი დახმარება ერთ სერიოზულ საქმეში შეიძლება და ამ დროს შენ თავს ვალში გრძნობ. მოდის და გთხოვს რაღაცას, რომელიც შენი ღირებულებების და ბევრი აი შენი შინაგანი ხმის ძალიან ასე ვთქვათ, საწინააღმდეგოდ არის. აი აქ არის, აქ გამოჩნდება თუ რამდენად შეგვიძლია უარის თქმა. უარის თქმაზე სემინარები კი არა, თერაპიები არის, თერაპიები ეძღვნება ამ თემას. ჩვენი საზღვრების დაცვის გარეშე ჩვენი თავისადმი სიყვარულის დადასტურებას ხშირად ვერ შევძლებთ, რადგან ყოველ შემთხვევაში, როცა ჩვენ უარის თქმის მაგივრად ვეთანხმებით, რადგან იმ ვიღაცასთან ვალში ვართ, იმ ვიღაცის ხათრი გვაქვს, იმ სხვას კიდე, აი გვინდა რომ კარგი გამოვჩნდეთ, რომ ვასიამოვნოთ ადამიანს, ამ დროს ვღალატობთ ჩვენ საკუთარ თავს. და ჩემი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ ჯობია საკუთარ თავს უერთგულოთ. და გავარჯიშებული უარი არის ყოველთვის, იცით, თავაზიანი, მაგრამ ის გვტკივა ჩვენ დასაწყისში, იმიტომ რომ გვინდოდა რომ გვესიამოვნებინა, გვინდოდა რომ ვალი გადაგვეხადა, გვინდოდა რომ კარგი ყოფილიყავით, მაგრამ ჩვენ ჩვენი თავი ვარჩიეთ. და შემდეგი რაც ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს საკუთარი თავის სადმი სიყვარულის დადასტურებაში, არის თუ ვინ არის ჩვენს გარემოში. ის გარემო გვირჩევს ჩვენ, თუ ჩვენ ვირჩევთ ჩვენს გარემოს. თუ ეხლა ვინმე მეტყვის რომ იცი აბა მე ამ გარემოში ვარ და ეს გარემო მაკნინებს შეიძლება და მაგრამ რა ვქნა ამ გარემოს ესე იულად ხომ ვერ შევცვლი, ნამდვილად არ არის იული გარემოს შეცვლა, მაგრამ წარმოვიდგინოთ რომ ეს გარემოში თუ ხართ და დაკავებული ხართ აი ამ გარემოთი, რომელიც თქვენ გაკნინებთ, რომელიც თქვენ არ გიხდებათ, რომელშიც თქვენ ენერგიას კარგავთ და სასურველი იქნებოდა რომ ენერგიას იღებდეთ. აი ამ შემთხვევაში თუ აი ასეთ გარემოში
ხართ და ვერ ბედავთ, რომ ეს გარემო ხელიდან გაუშვათ. ნიშნავს, რომ ორივე ხელით დაკავებული გაქვთ. აი მოვიდა რაღაც ახალი სიახლე თქვენ ცხოვრებაში და როგორ აიღებთ, როგორ შეეგებებით იმ სიახლეს, როცა თქვენ აი ამ გარემოთი ხართ დაკავებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. მას შეუძლია ჩვენი ენერგია ძალიან დაწიოს, მას შეუძლია სულ სხვა ენერგიების, აი ჩვენთვის არასასურველი ენერგიების ჭაობში ჩაგვიტრიოს. ჩვენი თავისადმი სიყვარული ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან დიდი სიფაქიზით ვარჩევთ ჩვენს გარემოს და ნიშნავს, რომ თუ ამ ჩვენს არსებულ აი ამ მომენტში არსებულ გარემოს თუ ჩვენის ნეგატიურად მიგვაჩნია, გავემიჩნებით, ნიშნავს, რომ უნდა რაღაცა ფაზა დარჩე შენ თავთან მარტო. ერთმა მითხრა, რომ იცი მე რო ძალიან დიდხანს გამიგრძელდა ეს სიმარტოვე, რას ნიშნავს ეს და მე ესე ვფიქრობ, რომ თუ ძალიან დიდხანს გაგიგრძელდა სიმარტოვე, ესე იგი გარემოს გაემიჯნე, მაგრამ ეს ახალი შენი სასურველი გარემოც ვერ იპოვე, ეს ნიშნავს, რომ შენს ფარველ ძალას სამყაროს უნდა რომ ჯერ შენ საკუთარ თავს დაუმეგობრდე. შენ საკუთარ თავში იპოვო ის პირველი დასაყრდენი, რომელიც გჭირდება, რომელსაც სხვაში ეცებ, ის კი შენშია და მისი აღმოჩენა არის აი უდიდესი საჩუქარი სამყაროსადმი და ალბათ სამყაროს უნდა შემოქმედს უნდა რომ ეს საჩუქარი შენ გახსნა და აღმოაჩინო. და ბოლოს აუცილებლად უნდა მივცეთ ჩვენს თავს სიხარულის უფლება. არის ისეთი სიტუაციები, გარშემო სამყარო დაძაბულია და ზოგიერთ ადამიანს, ზოგიერთ კი არა, ბევრ ადამიანს ვერ გაუბედია პატარა სიხარულის გამოხატვა. რომ აი მე როგორ უნდა მიხაროდეს ეს თუ ის, როცა ჩემს გარშემო და ან კიდე იქ, სადღაც აფრიკაში, ინდოეთში თუ სიახლოვეში ვიღაცა გაჭირვებულია. იცით, ეს ყოველთვის იქნება. ჩვენ ამას ვერ შევცვლით და თუ შეცვლა შეგიძლია, შეცვალე და მიანიჭე იმ ადამიანს სიხარული. და აი სწორედ პატარ-პატარა სიხარულების მინიჭება საკუთარი თავისადმი არის საკუთარი თავისადმი სიყვარულის გამოხატულების დადასტურება. მე პირადად ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს სცენარეებთან და ცხოველებთან ურთიერთობა. როცა ბრიჯიტ ბარტოზე ეს ჩემი ვიდეო ჩავწერე, ამ ვიდეოს ჩაწერის мотиваცია დამებადა იმ მომენტში, როცა მე მისი სიტყვები, გაჟღერებული სიტყვები წავეკითხე, რომ მე ხშირად გადამიღეს ფოტოებიც, ფილმებშიც, მაგრამ ახლა ჩემთვის რაც მნიშვნელოვანია არის ბუნება, ცხოველები და სულიერი სიმშვიდეო. და მე ვფიქრობ, ბევრი ადამიანი ელტვის ამას. მე როცა ახლა აი ამ თოვლით არის სავსე ჩემი ეზო, ვიცი რომ ჩიტები საკვებს ვერ პოულობენ და აი ამ სახს რომ უსებ ხეზე ჩამოკიდებულ პატარა სახურავიან სახლუკას რომ უსებ ზესუმზირის მარცვლებით და ასე შემდეგ და მოდიან ეს პატარა ღაბუა ჩიტები, ასევე დიდი უზარმაზარი მტრედები, ხანდახან ყვავიც მოდის. და კიდევ ციყვები. ორი ციყვი მყავს ჩემს სიახლოვეში, რომელიც მანამდე არ იყო და იცით ძალიან მაბედნიერებს ეს და თუ ჩემი ლუსიც უყურებს ამ ყველაფერს და ერთობა ვარ აბსოლუტურად აი მომენტში ძალიან დიდ ჰარმონიაში და სპეციალურადაც წავსვარ სუპერმარკეტში რომ ჩიტებისთვის საკვები მომეტანა. ეს არის ჩემი მაგალითი, ჩემი პატარა სიხარულის, თორემ ისეც მე ძალიან ბევრი სიხარულის მაგალითების ჩამოთვლა შემიძლია და იცით, აი ეს პატარ-პატარა სიხარულები მრავლდება, როცა ჩვენ თავს უფლებას მივცემთ, რომ განვიცადოთ სიხარული პატარა თუ დიდ რამეზე, მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ჩვენს გარშემო რთულია.
ჩვენით იწყება სამყარო. ჩვენ მოვევლინეთ დედამიწას. მე ამაში დარწმუნებული ვარ სიხარულის განცდისათვის. შინაგანი კმაყოფილების განცდისათვის. ჩვენი შინაგანი, ჩვენი სულიერი განვითარებისათვის. და აი ამ გზაზე ჩვენი უპირველესი ამოცანა არის, რომ ჩვენ თავს დავეხმაროთ და ეს არ არის ეგოიზმი. როცა ჩვენ თავს ჩვენ შინაგან კმაყოფილებაში ვართ და შეგვიძლია რომ ჩვენ თავს დავეხმაროთ, აი დავრჩეთ აი ამ მოდულში, ჩვენ ენერგეტიკულათაც და სხვა კუთხითაც ვამბობ მატერიალური მხარე ხდებით ხელგაშლილები სამყაროს ბუნების თუ რასაკვირველია ჩვენი ადამიანების, ჩვენი ახლობლების და ასევე უცხო ადამიანების მიმართ. და გისურვებთ შეიყვაროთ თქვენი თავი, ეს არის პროცესი, რომელიც არ მთავრდება მთელი ცხოვრება, რადგან აი ამ პროცესში ერთი ფაზიდან გადადიხარ შემდეგ მეორე ფაზაში და რაც უფრო მაღლა და მაღლა მიდიხარ, მით უფრო სასიამოვნო ხდება ეს პროცესი და გისურვებთ აი ამ პროცესში ყოფნას. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. კარგად სანდებოდეთ.